აი მობრძანდა ყოვლადუწმინდესი ბართოლომეუსი კონსტანტინოპოლის და ახალი რომის მსოფლიო პატრიარქი და მას დახვდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები. რამდენადაც ხედავ, მას ახლავს მიტროპოლიტი ემანუელი. კადრში ხედავთ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი იბრძანდა მისი უწმინდესობას ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად და ცოტა ხანში დაიწყება მისი უწმინდესობის წესის აგება პანაშვიდი. ძალიან ძნელია ძირფასო ტელემაყურებლებო, უკვე წარსულში რომ ვლაპარაკობთ ჩვენი დიდი პატრიარქის, განსვენებული პატრიარქის შესახებ. თეთრი გვირგვინით შეამკო მისმა ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსმა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ცხედარი. ეს არის სიწმინდის, სისპეტაკის სიმბოლო, ხოლო თავად უწმინდეს აფარია სისხლისფერი მეწამული მანტია, ტრადიციული სამოსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქებისა. მანტია საუდომთავრო და სამამათმთავრო სამოსია საეკლესიო ტრადიციაში და შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს. თუმცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები ტრადიციულად იმოსავენ სწორედ სისხლისფერ მეწამულ მანტიას, რადგანაც ის არის სიმბოლო იმ დიდი სიწმინდისა, რომელიც სწორედ საქართველოს ეკლესიაში, სახელმწიფო სვეტიცხოველში, ჩვენი ეკლესიის გულში არის დავანებული. ეს არის მაცხოვრის კვართი, რომელიც იქნა ჩამოტანილი პირველივე საუკუნეში მაცხოვრის ჯვარცმის შემდგომ და რომელიც არის სიმბოლო ეკლესიის ურღვევობისა, მთლიანობისა და რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იქნება მთლიანი.